მოგესალმებით ბათუმელების ლაივში. ეს აპროტესტო აქცია, რომელსაც ტაქსის მძღოლები უკვე მეორედ მართავენ ბათუმში და ასევე თბილისში. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ტაქსის მძღოლებს, მათ ესაუბრება პროფესიული კავშირების ჰაჭერის გაერთიანების ხელმძღვანელი და განუმარტავს ტექნიკურ დეტალებს, მათ შორის საერთაშორისო დაკავშირებით, რომელიც უკვე შევიდა სასამართლოში. რა სიტყვენ ტაქსის მძღოლები ჩვენ თავად მძღოლებისგან მოვისმენთ. მოდი ჯერ მოვისმინოთ იურის თუ რას განმარტავს ის აი მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც ამ აქციაზე გაჩნდა. უკაცრავად თუ ეს საკითხი ვერ გავარკვიე, მე ვწერ სახელმწიფო ორგანოს, იუსტიციის სამინისტროს და სამინისტროსთან თუ ვარკვე, უფრო მაღალ ორგანოს არის სახელმწიფო, არის მთავრობა და ასე შემდეგ. ანუ ეს დოკუმენტი არის საწყისი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც და რომელზე დაყრდნობითად უნდა დაიწყოს სამართლებრივი წარმოება და დავა. კარგი პროცესია, როცა არიცი და დაკარგულია ამ შემთხვევაში მოპასუხე მხარე, მოძებნის საშუალება ერთადერთი ეგ არის. ბატონო ზურაბ, ბოდის გიხდით, პირდაპირ ეთერში ვართ, რომ განმარტოთ თან მაყურებლებისთვისაც რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა და რა იცვლება ეხლა სარჩელით მიმართვის შემთხვევაში, როგორც გავიგეთ, უკვე მიმართეთ სარჩელით სასამართლოს. ანუ როგორც თბილისიდან განმარტეს და გვითხრეს, სარჩელი შეტანილი არის, აღიარებითი სარჩელია შეტანილი სამართლებრივი ურთიერთობების დადგენის მიზნით. ანუ ეს ურთიერთობა ამ იანდექს ვინ შეიტანა ეს არჩელი? ეს არჩელი შეიტანა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ. რა თქმა უნდა, წარმომადგენლობა აქვთ იმ აპლიკაციაში დასაქმებული პირების. სხვა შემთხვევაში უფლებამოსილება არ აქვს, რომ შეიტანონ. ანუ მინდობილობები აქვთ იქ დასაქმებული პირების და შეიტანეს არჩელი. ეხლა ეს ამ ურთიერთობის დადგენა, სამართლებრივი ურთიერთობის აღიარებაზეა საუბარი. არის თუ არა ეს შრომითი ურთიერთობა და ხომ არ არის ეს სხვა სახის ურთიერთობა პირობითად რაღაც შეთანხმება ფიზიკურ პირთან ან პარტნიორული ურთიერთობის ხელშეკრულება ხო არ არის. ამ მიზნით არის შეტანილი სარჩელი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში საჭირო არის, რომ მოპასუხე მხარე იყოს განსაზღვრული გარკვეულწილად. ვინაიდან ჩვენ მათი რეგისტრაციის ადგილები არ ვიცით, საიდენტიფიკაციო კოდები არ ვიცით. ანუ საუბარია კონკრეტულ კომპანიებზე, ხო ეს არის Yandex, Bolt, Maximi. ანუ კომპანიების სახელების მიმართ არის შეტანილი. თუმცა მაგალითად ბატონო ზურაბ, განმარტა გუშინ Bolt-მა ჩვენთან საუბრის დროს, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პირობები განსაზღვრული, რაც ინტერნეტში არის ხელმისაწვდომი ჩვენს ვებგვერდზეო და როცა ვიღაც საქმდება კონკრეტულად, ის აწერს კონკრეტულად ხელს ამ პირობებს. იქ იმ აპლიკაციაში მათი კომპანიის სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის ადგილი, საიდენტიფიკაციო კოდი მითითებული აქვს. არავინ არ იცის აქ ვეკითხები იქ დასაქმებულებს და არავინ არ იცის ეს კომპანიები სად არის დამისამართებული, სად არის საიდენტიფიკაციო კოდი, ვინ არის ხელმძღვანელი მოცემული კომპანიის, ხო? რომ უჩივლო კომპანიას, იქედა მოპასუხი მხარე ხო უნდა წარმოსდგეს იქ ან დირექტორის სახით, ან დირექტორის უფლებამოსილებით. ანუ ეხლა სასამართლომ უნდა დაადგინოს ეს ადამიანები არიან, მაგრამ სამართლებრივ ურთიერთობებში, შრომის სამართლებრივ ურთიერთობებში ამ კომპანიებთან, ხო? ეს არის ხარვეზიანი სარჩელი, მოცემული მომენტში არის ხარვეზიანი სარჩელი. სასამართლო დაადგენს ხარვეს, რომ ანუ ხარვეზის შევსების მიზნით გამოსცემს განჩინებას, რომ მისამართი დაადგინეთ დირექტორი საიდენტიფიკაციო კოდი. ეს არის სასამართლოს დოკუმენტი. სასამართლოს დავალება მოსარჩელე მხარეზე, რომ დაადგინოს აი ეს რა იცვლება ამ სასამართლო დავით ამ ადამიანებისთვის? ეს არის სასამართლოს დოკუმენტი, მივდივართ ოფისებში, სადაც ეგრეთ წოდებული მენეჯერები ზიან და ვეუბნებით, რომ სასამართლოს დავალება გვაქვს, რომ აი ეს საკითხები მოვიძიოთ და დავაყენოთ შემდგომში ხარვეს გარეშე სარჩელი და ეს არის საფუძველი, სამართლებრივი საფუძველი და სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მივდივართ ამ ორგანიზაციებში, რომ მოვიპოვოთ ის ინფორმაცია, რომელიც ინფორმაციაზე დაკრომითაც მე შესაძლებელი იქნება ვუჩივლოთ ამ ხალხს, ოღონდ სარჩელი იყოს გამართული და საქართველოს ანუ ისე პირველი გაწერილი აქვს თქვა Bolt-ს ეს არ ნიშნავს, არ არის სამართლებრივი ურთიერთობა, შრომის სამართლებრივი ურთიერთობა ამ ადამიანებთან. ასე ვან განმარტა რომ საკომისიო არ გამიზრდიაო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაშიო. ხო, ანუ როგორც თვითონ დასაქმებულები გაცხადებენ კონკრეტულად ესეთი განცხადება არ ყოფილა რომ აი გიმატებთ საკომისიოს და იცოდეთ რომ გიმატებთ და 20% გახდა, მაგრამ იქ იმდენ სახდებინებენ რომ უკვე მომატებულია, როგორც თვითონ აცხადებს. იქ უკვე მომატებულია. აქ საუბარი იყო ასევე რომ DGG-ს რა თქმა უნდა იქ 100,000 ზევით ექნება შემოსავლები ამ კომპანიებს და იქნებიან DGG-ს გადამხდელები. ამ DGG-ს ეს DGG-ც მე ვფიქრობ და თვითონაც ასე ფიქრობენ დასაქმებულები რომ ეს DGG-ც
თავისთავად აი ამ დასაქმებულების გადასახდელი ალბათ და არიცხავენ ალბათ და იქ შეკვეთიდან იღებენ ამ თავს. აქედან გამომდინარე მარტო ეს პრობლემები კი არა. ანუ პირველი პრობლემაა რომ მივაგნოთ ადმინისტრაციას, იმიტომ რომ ოფისში რომ მივდივართ გვეუბნებიან ის მენეჯერი, რომელიც ამბობს რომ არანაირი კომპეტენცია არ აქვს ამ შეკითხვებზე პასუხი გასცეს, ან ინფორმირებული იყოს ეს სტატუის ამ სამართლის საკითხის გადაწყვეტისაკენ. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ახლა ეს კი ბატონო, ნახავთ იმ აპლიკაციასაც, ნახავთ მე პირადად არ წამიკითხია და ზუსტად ამას ვარკვევ ახლა რომ ამოვბეჭდოთ, წავიკითხოთ რა აპლიკაცია, როგორ არის გაწერილი ეს ყველაფერი და დავადგინოთ ეს შრომითი ურთიერთობაა თუ სხვა სახის ურთიერთობა. თუ შრომითი ურთიერთობაა, მაშინ შრომის კოდექსის შესაბამისად შრომითი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს და შრომითი კოდექსის ნორმები უნდა გავრცელდეს მათზე ყველაზე. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი და ამ სამუშაოს ჩატარების მიზნით ჩვენ კონკრეტულად დღეს შევთანხმდით რომ სამივე აპლიკაციის ქვეშ დასაქმებულებისაგან 3-5 კაცის შემადგენლობით შეიქმნება ჯგუფი. ამ ჯგუფს ჩვენ აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანება და აჭარის ტრანსპორტის პროფკავშირები უხელმძღვანელებ გაუწევთ კონსულტაციებს დავეხმარებით ეს ცხოველები არის გაწევრიანებული პროფკავშირებში თუ უბრალოდ თქვენ ეხმარებით პროფკავშირის წევრები დღეს არ არიან. დღეს ჩვენ როგორც მობილური ჯგუფი ისე შეიქმნება შემოვლენ შემდგომში თუ გადაწყვეტენ რომ ანუ თუ შედეგებს მივახდეთ დიდი ალბათობით აუცილებლად მივახდეთ შედეგებს რა თქმა უნდა მე დაინტერესდებიან რომ პროფკავშირებთან უფრო ახლო ურთიერთობა გქონდეთ და ჩვენი წევრების თუ გახდებიან მუდმივი ყურადღებისა და ზრუნველობის ქვეშ იქნებიან და ესეთი პრობლემები ქუჩაში მოსაგვარებელი აღარ იქნება მოიტანებენ ჩვენთან და ჩვენ ცივილიზებულად როგორც ცივილიზებულ ქვეყანაში ისე მოუგვარებთ ამ პრობლემებს და ამ დღეს იქნება სამუშაო ჯგუფი როგორც გავიგე სამუშაო ჯგუფი თუ ჩვენ ვერ მივაღწიეთ ესეც მინდა იცოდეს საზოგადოებამაც ხელისუფლებამაც და ყველა თუ ჩვენ ვერ მივაღწიეთ ესეთ ამ ერთჯერადი საპროტესტო აქციების შედეგს ვერ მივაღწიეთ მაშინ გადაწყვეტილება გვექნება ალბათ დავაორგანიზაციოთ მასობრივი გაფიცვა ერთვენიერ დღეს შევთანხმდებით და მთელი ქალაქის მასშტაბით ყველა ტაქსის ძღოლი გათიშავს აპლიკაციას და ვნახოთ მე რა შედეგები დადგება და ვინ გამოჩნდება რომელიც იტყვის რომ კარგი ბატონო მობზადით დავჟილდა ვისაუბროთ და გავაკეთოთ. კარგი, დიდი მადლობა. ეს იყო ზურაბ ცეცხლაძე, პროფესიული კავშირების გაერთიანების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ხო? დიდი მადლობა. მოდი თქო რომ მოგვიყვეთ მარტივად და გასაგებად მაყრობისთვის რა არის პრობლემა? ვის შეიძლება რომ მოგვიყვეს? მოდი თქვენ მოგვიყვებით. თქვენ რა საპროტესტო, რა სიტყვით კონკრეტულად რომ მიხართ? ჩვენ იმას ვითხოვთ რომ სამუშაო პირობები იყოს ნორმალური კონდეს ურთიერთობა რას გულისხმობთ რომ ნორმალური უნდა იყოს სამუშაო პირობები? შოფრული გაგებით რომ გამოგვიძახა ტაქსმა გაგვაგზავნეს ეს არის შემთხვევები მძღოლი გარბის იგი ტაქსი ის გადავხდელი გარბის რომ მიხვალ და ეუბნები იმ ფულსაც ჩვენ გვახდიებენ გაიქცა არ გადავიხადა ფული და მთლიან ფულს გვახდიებენ მე არის ძალიან ეს იგივე გამოძახების ფასები არიან ძალიან დაბალი. ასე რომ ვიანგარიშო ჩვენი ან ტარიფები არის დაბალი, ხო? რითაც თქვენ ემსახურებით კლიენტებს. ძალიან დაბალი, ალბათ სოფლიოში ასეთი ტარიფი არ არის. კი, ჩვენ ან თქვენ ითხოვთ ამ ტარიფების გაზრდას ამავდროულად, ხო? ტარიფების გაზრდას, შრომის ურთიერთობას თუ დაგჭირდა. ამ შრომით ურთიერთობაში რას გულისხმობთ? ანუ რა სახის პრობლემები გაქვთ? თქვენ რომელ კომპანიაში მუშაობთ, რომელი აპლიკაციაზე მუშაობთ? მე მაქსიმის აპლიკაციაში. და რა სახის სირთულეები გაქვთ ამ შრომით ურთიერთობაში რას გულისხმობთ? თქვა შესვენების დრო არ არის განსაზღვრული ან თუ რა შეისვენენ ყველაფერი მაგის პრობლემა არ არის, მაგრამ ის არის რომ აი ყველაფერი გვეწერება მძღოლს. წასლაგერ კილომეტრს 10 კილომეტრს გაგიშვებს და ფულის გადასახადი არის ძალიან მცირე. რო არ წახვიდეო, არ ითქვა, თუ ვარს ვამბობ შეიძლება, არ წევიდე. მაშინ დაგბლოკავს, არ გაგიშვებს 1-2 მესამე შემთხვევაში მოხსნის. და საკომისიოს რამდენს იხდით თქვენ ხა თითოეულ შეკვეთაზე? შეკვეთაზე 23%-მდე არის. იწყება სხვადასხვა შეკვეთები, როგორიც არის, მათ როგორ ანაწილებენ არ ვიცი, მაგრამ 23% ყველაზე მცირე არის. და წინა წელს თქვენ რამდენი იყო წინა პერიოდში, რამდენი გაიზარდა ბოლო პერიოდში?
წინა პერიოდთან, როდესაც დავიწყეთ და შეკრულებები იყო, ლარ ნახევრიან გამოძახებაზე მივდიოდით, როდესაც ლარ ნახევრიანი იყო, მაგრამ ლარ ნახევარ თვითონ კომპანია გვაძლევდა ჩვენ. დამატებით, ოღონდ წავსული ვიყავით იმ გამოძახებაზე. ეხლა ხომ ანუ საწავით გაძვირდა ბოლო პერიოდში, ხო? ეხლა ხომ პირიქით ყველაფერს ვიხდით ჩვენ. იმ გაქცეული გზავრის გადასახადსაც ჩვენ ვიხდით და ყველა შემთხვევაში ყველაფერი. ეს საკომისიო როცა იზრდება, თქვენ და რამე შეთანხმება არის ამ დროს მოლაპარაკება ამ კომპანიის მხრიდან? ან რამეს აწერთ ამ დროს თქვა ხელს რაღაც პირობებს? ხონდა მაღაზია ადრეც ხონდა რომ გაიზარდა, ჩვენ ასე ვეძახდით რომ ჩაის ფული დაგემატეთო მეტი არაო, რასაც ძღოლს გიტევსო მოხმარებელიო. ხო. და იმაში ჩაგვიჯდნენ, იმაში ვილაპარაკო, თუ თავს 30 კაპიტალს ტოვებს, იქ იმდენი კიდევ ხარჯია ძღოლისთვის. ვინმე პაგრიშკას ცვეთას არ ანგარიშობს, საიდან ყავან გამოყვანილი ეს იგივე ტარიფები არ ვიცი. არც ან ბენზინი თქვენ ეს კომპანია გეხმარებათ მარტო იმაში, რომ გაკავშირეთ გზავრებთან, ხო? სხვა მეტი არაფერი არ არის. რა გამოდის დაახლოებით საშუალო თქვენი შემოსავალი თუ საიდუმლო არ არის? აი თვეში როგორია დღეს ტაქსის ძღოლის ანაზღაურება? დღეში შეიძლება 30-ის იყოს, 50-იც იყოს ეს დღეში. ეს თქვენ რაც რჩებათ? ჰა? თქვენ რაც რჩებათ, ხო? ხო, ჩვენაც რჩება, მაგრამ ეს ჩვენი რომ ანაზღაურებაზე წევიდეს თვითონ ფიზიკური პირის. მანქანა ჩვენია და უშუალოდ გავედით, მოვედით, ამას არ ვანგარიშობ. თქვენ ახლა თქვენი მანქანით მუშაობთ, ხო? ხო, ამას ჩვენ არ ვთვლით არაფერში, მაგრამ გავიდათ რომ აგერ ნაწილი გასაკეთებელი, მეტი ეს ყველაფერი რაც დაგვრჩა, ეს იწევიდა. აერში. ხო. რამდენი ძღოლი მუშაობს თუ ბათუმში, თუ იცი ტაქსის ძღოლად? ტაქსის მაქსიმში ახლა ზუსტად აღრიცხვა ჩვენ ვინმე არ გვეუბნება, მაგრამ 1000-ებზე რომ მეტია, 1-3-1000 მაინც არის. ხო. და თუ გიფიქრეთ იმას, რომ დამოუკიდებლად გემუშავათ, თუ ესე უფრო რთულია მუშაობა ამ აპლიკაციის ჩართვის გარეშე? დამოუკიდებლად ჩვენ მუშაობდით. ხო, მეორე რა არის ახლა? კი, ვინც მუშაობს აუშვა და იმაში ამ ორგანიზაციაში ყველას უნდა პურიშება. აი სამსახურში კაცმა დაამთავრა სამუშაო 6-ის მერე 7-ის მერე იმან გამოვდა დაიწყო მუშაობა. ალბათ მე ვფიქრობ რომ მოვხსენ აპლიკაცია საერთოდ არ გამომიძახეს. არიან რომ იმის გარეშე მუშაობენ აპლიკაციის გარეშე და ხედავ რომ გამოძახებას რომ მივიღებ, მე რომ გავარ იმ ადგილზე, მოდი შეულებრივი ტაქსი არც აპლიკაცია, არც არაფერი არ აქვს. მიყავს გზავრი. ისინი უჯობიან ჩვენ ყველაფერში. და მაშინ თქვენ შეგიძლიათ იმის პერ დროს, რომ აღარ გამოიყენოთ ეს აპლიკაცია, ხო? ის არის საქმე, რომ ვისაც აპლიკაცია არ გვაძლევენ, მაგრამ იგინი როგორ აღწევენ შეკვეთამდე და როგორ ღებულობენ, მე არ ვიცი. ან მაინც გირჩევინეთ, რომ აპლიკაციით იმუშაოთ. ხო? ეხლა გუშინ თქვენ ახლა გამართეთ უკვე აქცია, ამის შემდეგ იყო რამე გამოხმაურება ამ მენეჯმენტის მხრიდან, იყო რამე გამოხმაურება კომპანიის მხრიდან, რა ხარ თქვენ გუშინაც გამართეთ ეს აქცია? ჯერჯერობით არაფერი არ არის. ანუ ჩოლოდ განაგზეთ მუშაობამ საპროტესტო აქციის შემდეგ, ხო, გუშინაც? გინდა პური რომ მეტანო უნდა იმუშაო და მე გაჩერდები და მე ალბათ ნუ იმასაც გეუბნებიან არ გინდა არ იმუშაო. პრობლემა არ აქვს მაგის, იმიტომ რომ იმდენი ტაქსია, რომ მე თუ არ ვიმუშავებ და დანარჩენი ერთი პასივ გზავრი, იგი ძღოლი, იმათთვის პრობლემა არ აქვს. ხო. და ეს პირობები თქვენ როცა დასაქმით ამ აპლიკაციის გამოყენება როცა დაიწყეთ. რა იმეს მოაწერეთ ხელი რა იმ პირობებს, ანუ ხელშეკრულების გავსი რამე იყო, რასაც დათანხმდით? არა, ჩვენ მივედით მოვაწერეთ, მივტანეთ იგი მანქანის მოწმობა, მივიტანეთ პრავა, ჩაწერეს სახელი გვარი და აგიყვანენ მათთან მძღოლად და მე ხელზე არაფერზე არ მომიწერია. არის იქანეო შრომის იმაშიო არისო ტელეფონში არისო, წაიკითხეო და იცოდეო, მაგრამ იქ რომ წაიკითხა, სულ ერთია ვეფერს ვერ მიხდები. რა არის ახლა თქვენი მოთხოვნა ბოლოს ეგ რა სიტყვობთ ამ აქციაზე? მოთხოვნა ის არის რომ უნდა გაიზარდოს ფასები, უნდა გაიზარდოს ჯერ ფასები, მერე ან ტარიფები გაიზარდოს, ხო? ტარიფები გაიზარდოს, მერე რომ იქ რომ მიდიხარ იქ დაგჭირდა ოფისთან,
იგი ურთიერთობა რაღაცის გარკვევა ერთი კვირე გინდა გარკვევა ასე მითხრეს და ერთი კვირე ვინირბეს მაგათ რაღაცების გარკვევაში თვითონ ძღოლის მხრიდან ხო და ასე შევეჩვიეთ ამ წვალებას ამბავს დიდი ხანია მაინც შეჩოვლი ვარ მაგასთან ახლა რომ გამოდგა ისეთი მდგომარეობა რომ ვიღაცამ ყურადღება მოგაბაქცია პროფკავშირმა იმანინა ან თქვენ თავი მოთხოვნა არის რომ ტარიფები გაიზარდოს და საკომისიო შემცირდეს ხო სწორად გავიგე თქვენი სახელმწიფოარი მადლობა დიდი მადლობა მოდი თქვენს გითხარით თქვენი მოთხოვნის შესახებ რა სიტყვით თქვენი პროტესტი რამ გამოიწვია მოდი პროექტში ეს გითხარით რა იწვევს თქვენში პროტესტს აი მომსახურების სფეროში რა თქმა უნდა დაგიჯდება ეს 3-4 კაცი აი იყვან ბათუმის ბოლოში და დაგიწერს ლარი 80-240 სანამ 30-40 ლარს ათავებ დილიდან საღამომდე საწვავი უნდა ჩაასხა მე საწვავი ჩაასხავ სანამ აგროვებ რაღაცა უნდა დაგჭეს და მთელი დღის განმავლობაში უნდა ემუშაო 100 ლარი გააკეთო იქ რა საწვავი ჩაასხა რა სიგარეტი ჩამანა ან დღეს საშუალოდ რა გრჩება საშუალო შემოსავალი რამდენია რაც თქვენ ხელზე გრჩება საქმე რაღაცა წერილ და არაფერი არ გრჩება რა ანუ 30-40 ლარი საშუალოდ ხო 7-დან უნდა დაიწყო 6-დან მუშაობა იმუშაობდა პირველამდე ორამდე რომ რაღაცა დაგჭეს და ყოველ დღე მასე დილიდან საღამომდე ვერ იმუშავდა ხო თქვენ რომელი აპლიკაციით მუშაობთ Yandex ხო აი ბოლტში მაგალითად გამარტეს რომ არ გაგვიზრდიაო ჩვენ ბოლო პერიოდში საკომისიო ხომ არ იცით ამის შესახებ რაიმე ბოლტში ძალიან დიდი რა 25% 30% საკომისიოა ან მაღალია ხიმშიაშვილიდან დამიწერა სარბში ჩავიყვანეთ 15 და 60 და იქიდან 3.5 და რაღაცა პროცენტვად და აი 5 კაცი შევიყვანე და დამჭა 12 ლარი. 1 საათი ველოდენ შეკვეთა არ მომდა წამოვედი და ეს საკომისიოების გადამზრდითო რა განმარტეს, თქვა იგივე Yandex-მა იყო რაიმე განმარტება მენეჯმენტის მხრიდან, რატომ გაიზარდა საკომისიო? Yandex-ში შემთხვევაში რამდენია საკომისიო? საკომისიო 15%-ია, 20%-ია ზუსტად არ ვიცი. ანუ ეს ყველას შეკვეთაზე განსხვავებულია მგონი, ხო? ხო რა, გააკეთებ 100 ლარს რაღაცას და 27% 20% მასია. თქვენ ახლა შრომითი ხელშეკრულება რაიმე გაფორმებული არ გაქვთ ამ Yandex-თან? გაფორმებული ტეხპასპორტი მივეცი, პასპორტი მივეცი მანქანის. მოგა ჩვეულებრივად დამარეგისტრირდეს ფოტოები გადავუღეს მანქანას და იმის მერე მუშაობ და რამეზე ხელი არ მომიწერია არაფერს. აი, პირობების შესაძლებლობა განსაზღვრული რაღაცა რამეს გადავუხდით ან თქვენი უფლებები რა არის, ვალდებულებები რა არის. ესეთ რამე დოკუმენტი არ შედგენილა, ხო თქვენ? არაფერი, პროსა მანქანას ფოტოები გადავუღეს, დაარეგისტრირდეს. არაფერი გამოსული ჩავრთავ და შეულებრივად შეკვეთებს მაძლევს. ძალიან დაბალი ტარიფი. აი, რამდენი ადამიანი მუშაობს ბათუმში, თუ იცით Yandex-ის ტაქსის მომსახურებაში, თუ გაქვთ ინფორმაცია? ძალიან ბევრი ყავს, მაგრამ ზოგადად მუშაობს 600 მანქანაში დასწრეთ, შეიძლება 1000-იც იყოს. თქვენ ახლა თქვენი მანქანა გაქვთ, ხო? რითაც მუშაობთ, ხო? მე მანქანა მყავს, მაგრამ ფული არ ჩანს თქო, მუშაობ მანქანა გაფუჭდება, იქ ეს ბანკია და აზრი არა. ანუ სვეთა რაც მანქანას აქვს, თქვენ საბურავი გაუფუჭდა ან სხვა რამე ხარჯი ტექნიკური, ამას ყველაფერს თქვენ ანაზღაურებთ? თქვენ ვანაზღაურებთ. ანუ იმიჯი დილიდან საღამომდე იმუშაობდა, რომ რაღაცა დაგჭირდა და აზრი არა. ანუ კომპანიები მიაქვს საკომისიო მარტო იმაში, რომ გაკავშირებთ მგზავრთან, ხო? სხვა რამე არის კიდე მათი მხრიდან? როცა შეკვეთას რომ მოხცემს, ანუ რაც ბარათით იხდის და ხილში იხდის, ანუ ბარათზე რო იხდის, იქიდან გაჭრის ავტომატურად რა. ხო. ავტომატურად იჭრება საკომისიოს თანხა, ხო? და თქვენი მოთხოვნა რა არის ხა დღეს? რა უნდა შეიცვალოს ამ სფეროში? ტარიფებმა ცოტა გაიზარდოს, ნორმალურად მოიწოს რა. ხო, რა კარი კონკურენციის ამბავი, ხო ალბათ კომპანიებს Yandex არაფერი არ განუმარტავს, მაგრამ სავარაუდებელია რომ არის კონკურენციის საკითხი, რომ თუ გითხრათ ის გაზეთის ამ ტარიფს, სხვა კომპანიებს შეიძლება დაბალი ტარიფი დატოვოს და მას დაეკარგება მომხმარებელი. ანუ ეს არ არის თქვენთვის გასაზიარებელი არგუმენტი? მაინც რო გახვა ღირდეს მუშაობა რა. ჩავრთავ ეკრეთებს მომწევს დაბალი ხარისხა გავტიშავ და ანუ ეს ხელშეკრულებების გაფორმება არის ერთგვარი გამოსავალი თქვენთვის ამ კომპანიებთან? გაფორმება რაღაცა უნდა შეგავა, რაღაცა უნდა იყოს. ხო. აი შრომით ურთიერთობა შესვენების დრო, დასვენების დღე, ესეთ რამე განსაზღვროთ, თქვენ ირჩევთ, ამაში არ არის შეზღუდვა. მაგაში არაფერი, პროსა ხაზიდან გახვალ, გაფიშავ, ეხვალ მერე ჩაურებულად ჩაართავ. კარგი, თქვენი სახელმწიფოარი? გიორგი ვაჟი.
დიდი მადლობა. მოგეთ, ჩვენ მოვისმინეთ ტაქსის მძღოლების პოზიციები, ვინც ახლა შემოუერთდა ჩვენს Facebook Live-ს, მე გეტყვით, რომ ეს არის ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია ბათუმში, რომელიც უკვე მეორედ იმართება. გუშინ გაიმართა პირველად ეს საპროტესტო აქცია ყინულის სასახლესთან. დღეს კი ტაქსის მძღოლება გადაწყვეტეს, რომ შეკრებულიყვნენ აეროპორტის ასაფრენ ბილიკთან ახალ ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ ახლა როგორც მოვისმინეთ ტაქსის მძღოლებისგან, ისინი ითხოვენ იმას, რომ გაიზარდოს ტარიფები, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ძალიან დაბალია და იაფია დღეს ტაქსის მომსახურება და მათ რეალურად არაფერი რჩება, დაახლოებით დღეში 30-40 ლარი რჩება, როგორც თავად განმარტავენ. ასევე ისინი აპროტესტებენ საკომისიოების გაზრდას, რომელიც დაახლოებით 15-20, ზოგიერთ შემთხვევაში 25%-ია, ანუ გააჩნია მომსახურებას და შეკვეთას, ანუ ამის მიხედვით არის ეს საკომისიოები, რომელიც გაიზარდა ისე, რომ ტაქსის მძღოლებთან არაფერი არ შეუთანხმებიათო, ამბობენ ისინი. ამ საპროტესტო აქციის ორგანიზებაში უკვე ჩართულია პროფესიული კავშირები. ჩვენ მოვისმინეთ ამ პირდაპირ ჩართვაში ასევე აჭარის პროფესიული კავშირების ხელმძღვანელი ზურაბ ცეცხლაძის პოზიცია. მან განმარტა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ საკითხებზე, თუ რით უნდა მიმართონ, რა კონკრეტული მოთხოვნებით უნდა მიმართონ კონკრეტულ დამსაქმებელებს, საუბარია მაქსიმზე, ბოლტზე და იანდექსზე. ძირითადად ეს სამი კომპანია, რომელი აპლიკაციითაც მუშაობენ ტაქსის მძღოლები. ჩვენ დავკავშირეთ გუშინაც საპროტესტო აქციის შემდეგ ამ კომპანიებს, თუმცა კომპანია იანდექსში გითხრეს, რომ კომენტარი ამ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით არ გაკეთდება. მაქსიმში დაგვიყვებდნენ კომენტარს, მაგრამ საბოლოოდ ეს კომენტარი არ მოგვეწოდეს. ხოლო ბოლტიდან მოგვეწოდეს მცირე წერილობითი განმარტება, რომელიც ახლა გაგაცნობთ. მოგეთ, ბოლტში განმარტეს, რომ სერვისის მიმწოდებელი ელექტრონული პლატფორმა ბოლტი მგზავრებს და მძღოლებს ეხმარება ერთმანეთთან დაკავშირებაში, მძღოლები რეგისტრაციისას ეცნობიან წესებსა და პირობებს, სწორედ ამის საფუძველზე ისინი ოპერირებენ როგორც პარტნიორი მძღოლები საქართველოს სხვა ქალაქში. ყველა და ყოველი მძღოლი რეგისტრაციისას ეცნობა ინფორმაციას ბოლტსა და მათ შორის ურთიერთობის რეგულირების შესახებ. საკომისიოს სრულიება გაზრდა ბოლტის პარტნიორი მძღოლებისათვის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ მომხდარა. განაცხადეს ბოლტში, ეს იყო ბოლტის ოფიციალური წერილობითი განმარტება, რომელიც ბათუმელებმა გუშინ მიიღო. მე შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ბათუმელებს არ მიუღია რაიმე სახის განმარტება ან კომენტარი იანდექსისგან, ასევე მაქსიმისგან. საპროტესტო აქცია ბათუმში გრძელდება, მძღოლები აპირებენ, რომ მოაწყონ საპროტესტო მსვლელობაც ქალაქში და ისინი ამბობენ, რომ თუკი მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ დამსაქმებლები, ამ შემთხვევაში აანონსებენ ისინი გაფიცვასაც. პროფკავშირების დახმარებით მათ შეიტანეს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომ სასამართლომ განსაზღვროს აი მხოლოდ პირობებზე, რომელიც არის გამოქვეყნებული ინტერნეტ გვერდზე, ამ პირობებზე ხელმოწერა და გაცნობა რამდენად შეიძლება ჩაითვალოს შრომით სამართლებრივ ურთიერთობად. ამ საპროტესტო აქციის ორგანიზებაში არის ჩართული პროფესიული კავშირები. დაახლოებით როგორ განვითარდება და რა შედეგს მიიღებს ეს საპროტესტო აქცია, ჩვენ აუცილებლად დავაკვირდებით ამ პროცესს. ეს ბათუმელების პირდაპირი ჩართვა იყო, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G და ნეტგაზეთი G, რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.